მე მინდა ერთ-ერთი ხატის შესახებ მოგკითხოთ და ლოცვის. 2004 წლიდან ვყიდულობდი ჟურნალ კარიბჭეს და მას მოყვებოდა ყოველთვის ასეთი პატარა ლოცვები. აი ეს არის ხატი, სასწაული ხატი, კარგად ჩანს ალბათ, როგორ კოცის ყელში ყრმას იესოს დედა ღვთისმშობელი. სასწაული, ეს არ არის ახალი ხატი, ძალიან ძველი ბერძნული ხატია, როგორც ბერძნული წარწერები მიგანიშნებს და მას მოყვება ესეთი ლოცვა ღვთისმშობლის, ეს არის სასწაული ლოცვა. აი ესეთი სახით და მე ამას ვკითხულობდი ყოველდღიურად და იმდენად გაცდა, მე ზემოდან გავუკეთე ასეთი მყარი ცელოფანი გავაკეთებინე სპეციალურად, რომ არ გაფუჭებულიყო და შემძლებოდა ხშირად და ყოველ დღე მჭირდებოდა ამის წაკითხვა, რომ ღვთისმშობელი ყოფილიყო ჩემი შემწე და ძალიან მეყვარს ეს ხატი, ხშირად დავბეჭდე, ჩემ გვერდზე ხშირად დავდე ამის ფოტო და ასევე აი ეს ლოცვაც მინდა რომ ყველას შეეძლოს ამისი წაკითხვა შეძლების დაგვარად და არ ვიცი, სასწაულებს ახდენს ჩვენი დედა ღვთისმშობელი, როცა გულით და სულით შესთხოვ და ასე იყო მაშინაც, როცა ძალიან მიჭირდა შემეწეოდა, ვგრძნობდი მის შეწევნას, ყოველდღიურად ვკითხულობდი და ახლაც სურვილი მიჩნდება ხშირად, რომ ვიკითხო ეს ძვირფასი ლოცვა, ჩემო კარგებო, შეგეწიოთ ღვთისმშობელი და ყველა წმინდად, ვისაც სთხოვთ, რომელ წმინდასაც, უფალსაც შემწევნი ყოფილიყოს თქვენი. მრავალბედნიერ აღდგომას დამდეგს გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო.